მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრეთ და ახლა მოვედი თქვენთან შემდეგი თემით. ძალიან ხშირად შემოდის კითხვები ზეფირის შენახვასთან და შენახვის პირობებთან დაკავშირებით. მინდა ორიოდე სიტყვით მოგიყვეთ ზეფირზე და მისი შენახვის პირობებზე. ზეფირი მზადდება კვერცხის ცილაზე, შაქარზე და ნატურალურ ხილის ჯემებზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაინც ადამიანები წერენ მისვამენ კითხვას, რადგან კვერცხის ცილა, ზოგს გონია რომ შენახვა არ შეიძლება დიდი ხნით და როგორ შეიძლება გადაადგილდეს, ხომ არ გადნება, ხომ არ გაფუჭდება და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სეროფი, რომელსაც ვასხავ ამოყვანილ კვერცხის ცილას, არის 100 გრადუსზე მეტი ტემპერატურის, 110 გრადუსზე მიმყავს დაახლოებით და ეს ცილა იხარშება მდუღარე სეროფთან, ანუ ითქვიფება მდუღარე სეროფთან ერთად. და ის რომ ზეფირს ვამზადებ შაქრით და გლუკოზით, ესეც ანუ გლუკოზა ეხმარება მისი შენახვის დროის გახანგრძლივებაში. ცხელ-ზაფხულშიც კი არ დნება, რაც ხშირად მოდის ხოლმე კითხვები, რომ ხომ არ გამიდნება და თუ შეიძლება ტრანსპორტირებაო. ტრანსპორტირება ძალიან თავისუფლად უძლებს, მით უმეტეს დამაგრებული მაქვს, თაიგულები დამაგრებული მაქვს ჩხირებზე, ხის ჩხირებზე და არც დნება, არც ფუჭდება და არც ძვრებაო. რა ვიცი, ძალიან იშვიათად რომ რამე მოძვრის, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ კარგად დავამაგრო. ჩვეულებრივად უძლებს ტრანსპორტირებას, რადგან ვაგზავნი რაიონებში, სხვადასხვა ქალაქებში და ჩვეულებრივად ის არ არის პრობლემა ნამდვილად. უბრალოდ შრება ოთახის ტემპერატურაზე თუ დიდხანს დავტოვებთ, ამ შემთხვევაში შრება უბრალოდ ზედმეტად ზეფირი თორე გაფუჭებით არ ფუჭდება. და როდესაც თუ ბევრი რაოდენობა მიაქვთ, მაგალითად ვურჩევდი რომ გადაიტანონ თავდახურ კონტეინერებში, გერმეტიულ კონტეინერში და შეინახონ მაცივარში, სადაც ერთი თვე ჩვეულებრივად ინახება და ერთი თვე არაფერი არ მოსდის ზეფირს, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზე შეგიძლიათ დადოთ 3-4 დღე, თუნდაც ერთი კვირა გაფუჭებით ნამდვილად არ გაფუჭდება, მაგრამ უბრალოდ ზედმეტად გამოშრება. და ჩემი რჩევა იქნებოდა რომ მაცივარში შეგვენახა თუ დაგვრჩება ზეფირი. აი ეს სულ ეს არის რაც მინდოდა მეთქვა. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ხართ ჩემი გამომწერები, ვინც მალევლებ თვალყურს და ხართ ჩემს გვერდით მანებივრად თქვენი კომენტარებით. ნამდვილად მჭირდება კომენტარები. ძალიან დიდი მადლობა ყველას და დაგემშვიდობებით დროებით. ყოველთვის ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.